დღეს 63 დღეს აი ამ შედეგების ფონზე მე მივმართავ მთავრობას ადგილობრივს თუ ცენტრალურს ეს არის ჩვენს დასახმარებლად გამოწვდილი ხელი ანუ ესე დაგვეხმარეთ ყოველ თქვენგანს გაქვთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა როგორც თქვენი ოჯახების, ქალაქის, ისე ქვეყნის წინაშე. და ამ მოცემულობიდან გამოხვიდეთ გთხოვთ. აქციიდან ცოტა შორს გამოვედი, რომ ჩავწერო და ძალიან მოკლედ გითხრათ, ჭიათურაში ვართ დღეს, ისევ. დღეს არის შრომის საერთაშორისო დღე და სიმბოლურად აქცია იმართება ჭიათურაში. ძალიან მოკლედ გეტყვით, ბოლო დღეებში ძალიან ბევრი რაღაც მოხდა. პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა, აქციის მონაწილეები იყვნენ ეს ადამიანები და 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 2 მათგანს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და 2 მათგანს ამ ძალადობის ორგანიზება საკმაოდ მძიმე მუხლი ალბათ გაგახსენდებათ რომ თბილისში აქციებზე დაკავებული ადამიანების ნაწილიც სწორედ აი ამ ბრალდებით არიან დაკავებულები წეგან დაახლოებით 9 საათის წინ გავიგეთ რომ ორთვიანი წინასწარ-პატიმრობა მიუსაჯეს გუშინ წინ დაკავებულ აქციის მონაწილეებს ჭიათურელებს და ეხლა მოსახლეობა ცდილობს რომ იურისტებთან გარკვიონ რა ელით ამ ადამიანებს იმიტომ რომ სხვანაირად პასუხები არ ვიცი რა უნდა მიიღო ჩაქცევარემ რა ორი სიტყვით მითხარი აი ეს დაკავებისას ჩვენ დილით როგორც კი გავიგეთ რომ დაკავებულები იყვნენ წამოვედით და წამოვედით განცდით რომ ამ 4 ადამიანს მოუწყვეს პროვოკაცია და იმაში ეჭვი არ შეგვარვია რომ ეს 4 ადამიანი მონაწილეობდა აი ამ შემოხლაში რაც იქ იყო როცა აქ ჩამოვედით აღმოვაჩინეთ რომ ეს 4 ადამიანი არც მონაწილეობდა ანუ ისინი არ იყვნენ ჩართული უშუალოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში 2 ადამიანი იქ საერთოდ არ იმყოფებოდა და 2 ადამიანი კი ვერბალურ კონფრონტაციაში იყო უნებრივია მაგრამ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია ამიტომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ სრულიად უდანაშაულო 4 ადამიანი დღეს სასამართლომ დატოვა პატიმრობაში. ლეცაქვე ეხება სამთავრობო მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჭიათურის აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორს და მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ჩვენ ვითხოვთ შველას, ჭიათურა ითხოვს გადარჩენას ოლიგარქიისგან, უკანონო მმართველობისგან, უკანონო პოლიტიკისგან, რომელიც პროვოკაციულად თავს მოგვახვიეს. გუშინ ჭიათურის გზაზე, როდესაც იქ მივდიოდი, ვფიქრობდი, რომ აი რა საკითხებზე მიმუშავია, ხო, იქ რა საკითხები გამიშუქებია, გამახსენდა ეს 2014 წლის ჟურნალი, მაშინ ვშავდი ლიბერალში. ეს არის ძალიან სტატია და 2014 წელი ზოგადად იყო ძალიან ისეთი აქტიური სოციალური პროტესტების მხრივ ამ სტატიაში მოყოლილი ჰქონდა მე და ჩემს კოლეგა თათია ხალიას, ასევე ტყიბულის გაფიცვაზე კაზრეთში იყო მაშინ სოციალური აფეთქება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშები თანამშრომლები აპროტესტებდნენ შრომით პირობებსა და უფლებებს მოკლედ ესეთი მასშტაბური და დატვირთული პერიოდი იყო ესეთი სოციალური პროტესტების მხრივ გარდა ამისა იყო ხოლმე ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბარი ხშირად მე ეს ყბაც გამახსენდა ეს ქავერი სადაც საუბრობდით ჭიათურაში არსებულ ეკოლოგიურ კრიზისზე ჰაერის წყლის დაბინძურებაზე ყვირილას შლამებზე და ასე შემდეგ, მაგრამ გუშინ იყო განსხვავებული დღე იმ მხრივ, რომ პირველად მოხდა, რომ ხელისუფლება მაღაროელების წინააღმდეგ გამოიყვანა ამდენი პოლიცია, ამხელა საპოლიციო ძალა. თქვენ მიმძანდებით ჯერომით და სამხედრო პოლიციის? სამხარეო პოლიციის იმერეთს. დიახ. სამუშაო პროცესი რო განახლდეს, უნდა მოხდეს შემოწმება სპეციალისტების მიერ. დიახ. კომპანიის სპეციალისტებში.
ერთი წუთი 10 შეკითხვას ვერ უპასუხებ. საპოლიციო რაღაცა ოპერაცია ჭიათურაში გახსოვთ? აი, მაღაროსთან დაკავშირებით. არ მახსოვს და ეს იყო არ ვიცი ოდიში აი მეღინება იმის გამო რომ ქუთაისი იყო ჩამოსული ქუთაისის პოლიცია იყო ჩამოსული კი, ჩვენ გქონია რეგიონებში საპოლიციო ძალების მობილიზების სერიოზული შემთხვევები და პირველი ალბათ თქვენს ბანკისი გახსენდებათ, როდესაც მოსახლეობა გამოსული იყო ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და ხელისუფლებამ მაშინ სპეცრაზმი ჩაიყვანა ადგილზე, მაგრამ ჭიათურაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ ამდენი პოლიციელი გამოიყვანა მაღაროელების წინააღმდეგ. მე არ გულისხმობ უშუალოდ გუშინდელი აქციის დღეს. ეს მოხდა გუშინ წინ, ანუ 30 აპრილს და 29 აპრილს, როდესაც იქ აქციის 4 მონაწილე დააკავეს. დაახლოებით 1 თვის წინ იყო აქ უდიდესი აქცია. დღეს ამდენი ხალხი არ არის გამოსული, როგორც ჩანს, საპოლიციო ძალების ჩარევა პროცესებში ადამიანებზე მაინც თავის გავლენა იქონია და რაღაცა მოსახლეობის ნაწილს ეშინია, მაინც გარეთ გამოსვლა თავს არიდებენ. ნაწილი არის ირგვლივ განლაგებული სხვადასხვა სკვერში სხედან და როგორც ხვდებით, თვითონ აქციაზე მოსვლა და გამოჩენა არ უნდათ კამერებთან, თუმცა სოლიდარობას უცხადებენ აქ მყოფ ადამიანებს, აქციაში მონაწილე ადამიანებს. წეღან ვიყავი კარავში შესული, სადაც 6 ადამიანი შიმშილობს. ერთი ქალიც შიმშილობდა მათთან ერთად, მაგრამ როგორც მითხრეს, კლინიკაში გადაიყვანეს და ეხა უკვე სახლში არის. ამ 6 ადამიანიდან ერთი ადამიანი მშრალ შიმშილზეა და წეღან სიტყვითაც გამოვიდა და ისაუბრა. ერთ-ერთი მაშიმშილა ეხლა ცუდად გახდა და სასწრაფო ავტომატს მოსულა. ხო, ეხლა რა ხდება ეს ბოლო დღეებია ჭიათურაში? სულ თავიდან ამ აქციების მიზეზი იყო ნაწილობრივ შეჩერებული სამუშაო პროცესი, რის შედეგადაც კომპანიას მაღაროელებისთვის ანაზღაურების 60% უნდა გადაეხადა. მაგრამ კომპანიამ ეს პირობა დაარღვია, ჭიათურაში დაიწყო კრიზისი, ადამიანებს ჰქონდათ საბანკო ვალდებულებები და ზოგადად არსებობა სჭირდებოდათ. ჭიათურელები ითხოვდნენ აი ამ კუთვნილი 2 თვის ხელფასის აღებას, მაგრამ პროტესტის პროცესში ამ ყველაფერს მოყვა დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის იყო ეკოლოგიური პრობლემების გამოსწორება, მათ შორის მაღაროელებმა პირველად დააყენეს მაღაროს ნაციონალიზაციის მოთხოვნის საკითხი და ასე შემდეგ. ამაზე ძალიან შორს აღარ წავალ, მე წინა ვიდეოში ერთ-ერთ ეპიზოდში ძალიან დეტალურად მოვყევი, რა მოთხოვნები აქვთ და ჰქონდათ მაშინ მაღაროელებს და დაგილინკავთ აუცილებლად ამ ვიდეოს ქვემოთ, მაგრამ საინტერესოა მე რა მოხდა. აი ამ ყველაფრის ფონზე პროტესტის და აქციების კომპანიამ ჩაურიცხა 1 თვის ხელფასი მაღაროელებს. პარალელურად გავიგეთ, რომ კომპანია წვეთს მიწისქვეშა სამუშაოებს, რის შედეგადაც შეიძლება 3600-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩენილიყო. მაგრამ მოულოდნელად ჭიათურ მენეჯმენტ კომპანიამ თავის პოზიციები შეიცვალა, თქვა, რომ ნებისმიერ სამუშაოს აგრძელებს, ანუ საწარმო პროცესს აგრძელებს, უბრალოდ ამ ყველაფერს უნდა მოყვეზო რეორგანიზაციაო. და აქვე გვამცნეს, რომ ჯორჯიან მენეჯმენტ კომპანიის განახლების პროცესს უხელმძღვანელებსო ვინმე მიხეილ სოცკი. რუსი ოლიგარქია თუ ბიზნესმენი არ ვიცი საქართველოს ჭიათურაში ვერ გაიჭაჭანებს ალბათ. ეხა ვინ არის მიხეილ სოცკი? ეს ადამიანი არის რუსეთის მოქალაქე და როგორც თვითონ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, საქართველოში იმყოფება უკვე 2017 წლიდან და არის ტყიბულში სამთომობობელი საწარმოს საქნახშირის გენერალური დირექტორი. ამ ადამიანის პირობებში ტყიბულში ძალიან ბევრი ტრაგედია მოხდა, მაგრამ გაგახსენებთ 2024 წლის ამბებს, სულ ახლახან 2024 წელს დეკემბერში, როდესაც პროტესტი დაიწყო თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონში, 40-მდე მეშახტემ თავისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, უკმაყოფილება გამოთქვა ქართული ოცნების მიმართ. ეს ადამიანები სამსახურიდან გაათავისუფლეს, ანუ მეშახტეები აღარ არიან და აი ამ სამსახურიდან გაათავისუფლებას უკავშირებდნენ სწორედ მათ უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ. და ეს ადამიანი სულ ახლახან იჯდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერვიუში. Biznes partneris სტუმარი საქნახშირის გენერალური დირექტორი მიხეილ სოცკია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გააცემა სტუმრობისთვის. 5 წლის წინ დაიწყეთ მიხვედით საწარმოში და დაიწყეთ ამ საწარმოს რეალურად იმ ეტაპამდე მიიყვანა, რომელზეც დღეს არის. რა დაგხვდათ 5 წლის წინ არ იყო მარტივი მემკვიდრეობა და დღეს რა მდგომარეობაში, ანუ შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ დღეს რადიკალურად შეცვალეთ სურათი. Да. Диах. Да, я понимаю вопрос. Მესმის თქვენი კითხვის არსი. В октябре. რეალურად ოქტომბერში 2019 წლის ჩვენ მოვედით საწარმოში
მოვედით ქალაქში და პირდაპირ მოგახსენებთ, რომ პირველი შტაბ-ჩრდილება იყო ძალიან შორს იდეალურისგან, ძალიან შორს იმისგან, თუ დღეს რაც არსებობს. მაგრამ მოდი ისევ ჭიათურის ამბებს დაუბრუნდეთ. აი ამ რეორგანიზაციის დაანონსების შემდეგ მაღაროელებს გაუგზავნეს რაღაც ფარატინა ფურცელის განცხადება, სადაც ძალიან მოკლედ გეტყვით შინაარს, მოკლედ ეწერა ის, რომ რაღაც რეორგანიზაციის შესახებ არიან საქმის კურსში, ხელს აწერენ მათი გათავისუფლების შესახებ აი ამ განცხადებას და შესაბამისად მერე უკვე მიიღებენ რაღაცა კონკურსში მონაწილეობას და ამ კონკურსის შედეგად აირჩევიან და გააგრძელებენ უკვე აი ამ საწარმო სამუშაოში მონაწილეობის მიღებას. მაღაროელებმა ამ განცხადების შემდეგ მაშინვე დაიწყეს თავის კოლეგა მაღაროელებში ინფორმაციის გავრცელება, მათ სთხოვდნენ, რომ ამ განცხადებისთვის ხელი არ მოეწერათ, იმიტომ რომ 3600 დასაქმებულიდან რეალურად აი ამ ორგანიზაციის შედეგად სულ უნდა დარჩეს 1500 ადამიანი. ამიტომ ჭიათურელები ხედავენ აი ამ განცხადებაში და აი ამ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებაში იმ საფრთხეს, რომ კომპანია ცდილობს აი ამ პროტესტში მონაწილე აქტიური მაღაროელების დათხოვნას და რეორგანიზაციის შედეგად ისინი დარჩებიან სამსხურის გარეშე. მოკლედ ამ განცხადებას მაღაროელების ნაწილმა მოაწერა ხელი, ნაწილმა არა და პროტესტიც გაგრძელდა, მაგრამ მოულოდნელად 29 aprils ღამე პოლიციური ძალები დაადგნენ კარავში აქციის მონაწილეებს და დაიჭირეს 4 ადამიანი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებზეც წეღან გესაუბრეთ, თავდაპირველად მათი დავებოდნენ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, მათ ახლა მუხლი დაუმძიმდათ და 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. და მეორე დღეს 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გავრცელა, სადაც ეწერა, რომ სპეციალისტები უნდა შევიდნენ კოროხნალის მაღაროშიო და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებულებიო. 30 აპრილს კოროხნალის მაღაროსთან მართლაც ძალიან ბევრი პოლიცია იყო მობილიზებული. ეს ის მაღაროა, რომელიც დაახლოებით 1 წელია შეჩერებული შუქრუთელების პროტესტის გამო, იმიტომ რომ შუქრუთელებს მოპოვების შედეგად ენგრევათ სახლები, უზიანდებათ საცხოვრებელი გარემო და ეს მაღარო ჰქონდათ ბლოკირებული, ასე ვთქვათ, მასში კომპანიის შესვლას უშლიდნენ ხელს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მაგრამ რატო არიღებენ ამ პასუხისმგებლობას? მაგრამ შემდგომ ჩვენ გვახსენდება ის 30 წლიანი, ასე ვთქვათ, ის ეკონომიკური დღის წესრიგი, რომელშიც ჩვენ გვაცხოვრეს და დაგვაჯერეს, რომ ინვესტორი არის თავარი ამ ქვეყანაში, ინვესტორს უნდა დავემონოთ, ინვესტორია ჩვენი ღმერთი. 1 მაისი ფაქტობრივად არის მანიფესტაცია იმის, თუ რამდენად არ არსებობს ამ ქვეყანაში მშრომელებისთვის არანაირი პირობები, მანიფესტაცია იმის, რომ მათ შორის მშრომელები ერთმანეთსაც კი ვერ ცნობთ ზოგიერთ შემთხვევაში, მანიფესტაცია იმის, რომ მაგალითად მშრომელები, რომლებიც მოიპოვებენ წიაღისეულს, მშრომელები, რომლებიც ალაგებენ, მშრომელები, რომლებიც რუნვით შრომაში არიან, მუდამ დღე ჩართულები და მათი შრომა არც კი არის დანახული, მშრომელები, რომლებიც აპროტესტებენ, ზოგჯერ ერთმანეთსაც კი ვერ ვხედავთ ხოლმე და რაღაც მომენტში 1 მაისიც კი ვერ გამოდგა და ვერ ვაქციეთ იმ დღეს, როცა ერთმანეთს დავინახავთ და ვეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება სხვადასხვა შრომაში ვიყოთ ჩართულები, ჩვენ ქვია მშრომელები, ნამდვილად მშრომელები და ის ხალხი, რომელზეც დგას ეს ქვეყანა. 1 მაისის აქციაზე ჭიათურაში ჩამოსულები იყვნენ თბილისიდან სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იმ სოციალური პროტესტების მონაწილე ადამიანების დანახვა იყო, მათ შორის ბალდის წარმომადგენლების, რიონის ხეობის გადარჩენისთვის წევრების და ასევე აქ იყვნენ ადამიანები სულ ორიდან ამ სოფელში იგეგმება ჰესის მშენებლობა, რასაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება. ის რაც დღეს ჭიათურელების თავს ხდება, არ არის მარტო ჭიათურის პრობლემა, რადგან ანალოგიური პრობლემები არის სხვადასხვა რეგიონებში. იგივე ხდება ბალდაშიც. დაახლოებით 556 დღე არის, თუ არ ვცდები, რაც საპროტესტო კარავი არის და ვცდილობთ, რომ ხმა მივაწვდინოთ, რომ აღარ დავჩაგრონ, თავი გაგვანებონ უბრალოდ. დაჩეხეს ხალხი, უდანაშაულო ადამიანები დაიჭირეს, ყოველდღიურ ტერორში გვაცხოვრებენ და უკვე ფიზიკურად შეუძლებელი ხდება იქ ცხოვრება. აუდგეთ მეგობრებო გვერდში ერთმანეთს და შევასრულოთ ის დიდი მიზანი, რასაც ქვია ჭიათურის გამარჯვება. როგორ გაგრძელდება ჭიათურის ამბები, ამის პროგნოზირება უკვე ძალიან რთულია, ეს არ ეხება მხოლოდ შრომით უფლებებს და კომპანიასთან, ასე ვთქვათ, დაპირისპირებას და გარკვეულ წინააღმდეგობას. ხელისუფლებამ უკვე გამოიყენა ეს საპოლიციო ძალები და ასევე ჭიათურის აქციას ყავს უკვე 4 დაპატიმრებული ადამიანი, მათი წარმომადგენლები.
ამის პარალელურად კი უშედეგოდ ითხოვენ ქართული ოცნების წარმომადგენლების ჩართულობას პროცესში და აი ამ კრიზისიდან გამოსავლის ძიებას მათთან ერთად ქართული ოცნებიდან აი ამ პირობებში არავის განცხადება არ გაუკეთებია, არავის გამოხმაურება არ ქონია ჭიათურელების პროტესტის მიმართ. ამიტომ ნახოთ, დაველოდოთ, გამოიყენებს თუ არა ოდესმე ქართული ოცნება ცივილურ და დემოკრატიულ გზებს იმისთვის, რომ მოსახლეობას და კომპანიას შორის შეთანხმება შედგეს. იქამდე კი აი რა პასუხი აქვთ მათთვის თვითონ ჭიათურელებს. მე მიმართა უბრალოდ ხელისუფლებას. მოგვისმინეთ ჩვენ ყველას თითოეულს. აქ სოციალურ პროტესტს, იქ სამოქალაქო პროტესტს ხელი არ ვკრათ. უბრალოდ მოგვისმინეთ და მიიღეთ ჩვენ ჩათვალეთ მითითებებს გაზრდით. როგორ უნდა იყოთ თქვენ ლეგიტიმურები, როგორ უნდა იყოთ თქვენ სამართლიანები, როგორ უნდა იყოთ თქვენ სახალხო და ხალხის ინტერესების გამტარებელები. პირველ რიგში არის ხალხი, შემდეგ არის ბიზნესი. აი ახლა მოდის არჩევნები. ხელისუფლებამ ეს მოთხოვნები არ დაგიკმაყოფილოთ, თქვენ გაპრეზდებით საბოლოოდ. ფიქრობთ, რომ ისევ შანსი უნდა მისცეთ. ჩვენ გავბრაზდებით ცოტა სხვანაირი რა თქმა უნდა. გაბრაზდება აქ არა ვარ. გამოხატული არჩევნები. ჭირვეული ბავშვები რო რაღაცაზე ხო მესმის. ხელისუფლების დამოკიდებულების პროპორციული იქნება ჩვენი დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. აქტივია. თავისუფალი ჭიათურელები ქვია. ვიდრე სიტყვის თავისუფლება გვაქვს ხალხო. არ დავნებდეთ ამათ მონურ პირობებს. არ მოაწეროთ ხელი, რადგან სუსტად იგივე დაგვემართება. ჩამოვედით ჭიათურიდან დავბრუნდით ახლახან საზოგადოებრივ მაუწყებლიდან მარში უერთდება ორბელიანის მოედანზე დაგეგმილ აქციას, სადაც უნდა შეიკრიბნონ დღეს პროფკავშირის წარმომადგენლები და აქცია უკვე წავა მერე მსვლელობით რუსთაველზე. თავისუფლება სინდისის პატიმრებს. თავისუფლება. რაჭაში გავიცანი 5 წლის გოგონა, რომელსაც დედა ყავს მხოლოდ ეკრანზე ნანახი, იმიტომ რომ დედა იყო 1 წლის, როცა დედა წავიდა ემიგრაციაში სამუშაოდ. და ამ დედა შვილს ფულს პარავენ ის ოლიგარქები, აცლიან ჯიბიდან ფულს. ვინც წლები ამ ქვეყანას მართავს, ის ჩინოვნიკები და საქმოსნები. აქ უნდა ყოფილიყვნენ ის 11 ადამიანი, ვინც პროცესით მიდიოდა დღეს დილიდან. მაგრამ ვერ არიან, იმიტომ რომ მათ საქმე შეუკერეს, სრულიად შეთითხნილი ბრალდებით ისინი დატოვეს პატიმრობაში. აქ უნდა ყოფილიყვნენ ჭიათურლები, მაგრამ ვერ არიან, იმიტომ რომ იცავენ ქალაქს, იმიტომ რომ იბრძვიან გადასარჩენად, იბრძვიან მომავლისთვის და ამიტომ ვერ არიან აქ. და ჩვენ როცა ვნახეთ კადრები, როცა ერთ-ერთი ჭიათურელი ესაუბრება სასულიერო პირს, ისე უბნება რომ ჩვენ დავიჯერეთ თქვენი, ჩვენ წამს ღმერთის, მაგრამ ვისთანაც გვიშუამდგომლეთ. იმათ არ წამს. და ლაზარემ გამახსენა კარლ კაჭარავას ლექსი. დედა, მე როცა მეძახიან ორიგი შეურაცხყოფის მოსაყენებლად, მე მახსენდება რომ სახლში თითქმის არაფერი გვაქვს. და დიდრებს და ღარიბებს განსხვავებული ღმერთი ყავს. და კაცმა, რომლის მანქანაში იჯდა ახალგაზრდა გოგო, მოიპარა ჩემი ბედნიერება. რაც დავიბადე, ხედავ როგორ იპარავენ ჩვენს ბედნიერებას, იპარავენ ჩვენს ცხოვრებას და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის უფლება. ჩვენ აქვთ გავართ მათთვის, ვინც დღეს აქ ვერ მოვიდა და ყველა სხვადასხვა მიზეზი აქვს და მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოვიდნენ აქ, არის ის, რომ ეს ადამიანები იბრძვიან გადარჩენისთვის. ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები, რომ სოლიდარობა გახდეს ქმედით, იმიტომ რომ ეს სიტყვა ქმედების გარეშე არ არსებობს. და მადლობა თითოეულ თქვენგანს აქ დგომისთვის. და მგონია რომ ნახავთ, აუცილებლად ნახავთ გზას, რომ ერთ დღეს შევიკრიბოთ. და 1 მაისი იყოს ზეიმის დღე და არა ბრძოლის დღე. მადლობა.